Artuliani Toweris მშენებლობას აპროტესტებენ. მათი თქმით, რაც სამშენებლო სამუშაოები დაიწყო, სახლის კედლები დაიგზარა და ჭერით ჩამოვარდა. იგივე პრობლემის წინაშე დგას კოსტავას 4 ნომერში მცხოვრებლები. მოსახლეობის თქმით, 4 წლის განმავლობაში მათ არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ მთავრობას, თუმცა პრობლემა დღემდე მოუგვარებელი რჩება. კუბთაუერის მშენებლობას კომპანია ADG ჯორჯია ახორციელებს. კომპანიის დირექტორის თქმით, ამ სახლზე ბზარები დიდი ხნისაა და ობიექტის მშენებლობას პრობლემა არ შეუქმნია. სახლი ამშენებლობის დროს გახდა ავარიული. ყველა იგი დარტყმების დროს სახლი ძალიან ექანება, ბზარებმა გაიხსნა უფრო მოემატა ბზარები და ჭერი ჩამოვარდა, ყველაფერი ცვივა. დახმარებას ვითხოვ მთავრობისგან. დაგვაზარალა 3 ექსპერტი იყო აქა. ექსპერტიზის დასკვნები მთავრობაში დევს და იციან ძალიან კარგად. კედელს როგორ დაშოვდა და დღისით აქ უკვე შუქი გადის და ყველაფერი ჩანს, გარეთ შუქი ჩანს. აი აქაც რამდენი ბზარია და ახლა თქვენაც მიხვდებით, რომ ეს არ არის სარემონტო ბზარი. და ეს არის ნამდვილად ამ სამშენებლო კომპანიის ბრალი. მივმართეთ მერიაში მე პირადად ვიყავი ჩვენ თავმჯდომარესთან ერთად და დივანმა უბრალოდ არც მიგვიშვა ახლოს რომ აქ საკითხზეო მერთან არაუდე ხა სხვა რა საკითხზე უნდა დავლაპარაკებოდი, რაც მაინტერესებდა, იმ საკითხზე უნდა შევსულიყავი. დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა თვითმმართველობის არჩევნები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თვითმმართველობის წევრები აუდიტორიას 15 არგუმენტებს არ ეთანხმებიან.